Absolutურად ეფექტივია ეს შემოგადაგება ისე რომ ის იყოს მოულოდნელი და არ დამას დასამახსოვრებელი როგორც გააკეთეს ისე მაგრამ პრინციპში ეს არა მე იმას ამოფრობ რეგატორას თქვენ მაგრამ არ გამოდიოდეს ეხლა როდესაც შენ დაუბრალ საჭი მიღაცად შენ ყველაფერი აიღე მარცხენა ხელში და მაშინ მიხვდები როგორი არის ბალანსი გერის მაშინვე როგორი დრო გინდა და აქაც ისა იგივე არის რომ არ იყოს სულიდარდა ეხლა შემდეგი ჩემთვის იყო ცუდათი შეიძლება არა ჩქარაზე არ არის უბრალოდ შეიძლება ეს როიალი არის ათი მხვირალა ეს სპორტენა არ არის ეს მეცოდი ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ლიგა მე-16-დები ჩემთვის ზოგჯერ ცოტა სწრაფია. შეგიძლია გააკეთო როგორც შეგინდა, მაგრამ როდესაც მე-16-დები იწყებენ, რა მათი შეჩერება არ შეიძლება. ეს მე იმ ტემპში ძალიან ადრე ცვლიდა.
ცოტა გვიან. ჩემს სიცოცხლეში სამჯერ 4 გემებს გაწეული ისე რომ შემიძლია ვთქვა რომ არ აუშავს. გამარჯობათ. და არ ვიცი ხა ამის თქმა რაოდენ ბედნიერი ვარ. აი აქ რო ვარ. და მახსოვს ის დღე, ის წამი, ის საათი 30 წლის წინ ქება ვაზისა რო დაიწყო აქა და ეს იყო მთელი ჩვენი ცხოვრება, იმიტომ რომ ჩვენი თაობა მთელი წელი ველოდებოდით ამ ფესტივალს და კიდე არ შემიძლია ერთი რამე არ მოგიყვეთ. 10 წლებში ალბათ ვიყავი მეორე კლასში, როდესაც გუნდი ქონდა თუ რაღაცა მე მგონი ნონა მუსხელიშვილმა თქვა ჩქარაო შედითო დარბაზშიო ელისომ უნდა დაუკრას და შემოვედით ვიჯექი იატაკზე რამოდენიმე ბავშვი ვიჯექით იატაკზე მე მგონი ვენიდან იყავით უკვე ჩამოსული აი რაღაც ესე მახსოვს და მახსოვს დაიწყეთ ნუ პატარა ვიყავ დაიწყეთ დააკვრა და ვერაფერი ვერ დავაფიქსირე რა დამემართა მაგრამ აი სუნთლად წამოვწიფდი და ფეხებში რაღაცა დამემართა და მადლობა თქვენ იმისთვის რომ ყველა თქვენ კონცერტზე ვარ ნამყოფი და აი ეს გრძნობა მაგ ყოველთვის და მადლობა იმისთვის რომ ხართ და აი ასეთ დღესასწაულებს გვიწყობთ ყველას ძალიან ალბათ რაც ჩვენ ყველას გვაწუხებს ეს არის ახალგაზრდა თაობა და მეთანხმებით რომ ნიჭიერი ბავშვები ყავს ის რაც მე დღეს ვნახე, რაც მოვისმინე, ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც რითიც შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს. როგორი გეგმა გაქვთ ამასთან დაკავშირებით? დეკემბერში ვაპირებ ჩამოსვლას. დეკემბერში მექნება კიდევ ასეთი ვთქვათ გაკვეთილები, ღია გაკვეთილები. მაგრამ რამდენად მოახერხებ შემდგომში ძალიან ვეცდები. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მინდა რომ უფრო ხშირად ჩამოვიდე. სასიამოვნო იყო დღეს ჩემთვის ეს ორივე მუსიკოსი, ერთი უფრო პატარა, მეორე უფრო მოზრდილი და მართლაც დიდი სიამოვნება მივიღე, დიდი სიამოვნებით ვატარებდი ამ ორივე გაკვეთილს. ბევრის ძალიან პოტენციალი აქვს ერთსაც და მეორესაც. რასაც ალბათ მინდა მიხედვა რომ კონკურსებზე იარონ. ანუ ხო, კი, კონკურსებზე ისედაც დადიან, მაგრამ ზოგჯერ უნდა იცოდეს, როდის უნდა გაჩერდე. და რაღაც იმიტომ დღეს არის კარგი ცხოვრების გამო არა დადიან კონკურსებზე. დადიან იმიტომ რომ მე რაღაცნაირად რაღაცა შეიძინონ, რაღაცა ფული რომ მე სადღაც კიდე წავიდნენ. ამიტომ მე არასოდეს რასაკვირია ურჩევ ხოლმე რომ მაინც მოამზადონ რეპერტუარი და რაღაცნაირად გავიდეს დრო საკმარისად იმისთვის რომ მომწიფდნენ, მაგრამ ვერ დაუშლი მათ. ხო, ვერ დაუშლი. იმიტომ ასეთი ძალიან ისეთი სავალალო სიტუაცია მე ვეთხოვდი. ამიტომ ამაშია განსხვავება, მე რომ მეკითხებიან იმ თაობის შესახებ და დღევანდელი თაობის შესახებ. ის თაობა მაინც წყნარად სწავლობდა. და მე როგორც ვამბობ, აი ტემპორიტმი ყველას აქვს სხვადასხვა. იცით, პულსი სხვადასხვა აქვს. ზოგს შეუძლია ძალიან სწრაფად რაღაცა გააკეთოს და მიაღწიოს რაღაცა, მერე გაჩერდეს. დიახ, ზოგი პირიქით იმას მოითხოვს, რომ დრო ჰქონდეს. იმისთვის რომ გაიზარდოს. რამდენი შემთხვევა იყო ჩემ ასე ვთქვათ პედაგოგიური წლების განმავლობაში, როდესაც მოდიოდნენ მოწაფეები, რომლებიც დაუშვათ 10 წლის რო იყვნენ, უკრავდნენ ისეთ ნაწარმოებებს, რომ პირდაპირ გასაოცარია როგორ უყდა არ გესმის. რასაკვირველია და მე მოდიოდი იმავე ნაწარმოებებით და მე ვიწყებდი სულ თავიდან. და კიდევ უარესი იყო, იმიტომ რომ რაღაც ისე ჩამჯდარი იყო მადრატში, იცით, ეს უკვე შეძენილი. მოამწრიო ამით ბავშვის. შეიძლება. კი. იმიტომ თუ მას არ აქვს გარკვეული ინტელექტი, ვერაფერი ვერ გამოვა. და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ისეთი რაღაცა, რომ გიხდება აი ანბანის ახსნა. მე რო ვაბარებდი კონსერვატორიაში, მაგალითად 7 კაცი იყო ერთ ადგილას. და იყო ძალიან სერიოზული და დიდი კონკურსი. ძალიან რთული არის საერთოდ მუსიკალური ცხოვრება, არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში. ფული არ აქვთ. სტიპენდიებს არ აძლევენ. ამიტომ ყველა მიდის საზღვარგარეთ, იმიტომ ასე თუ ისე იქ რაღაცნაირად პოულობენ ფულს. და გარდა ამისა
ძალიან ბევრი არიან, რომელსაც მეორე პროფესია აქვთ. იმიტომ კი ეს ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ასე თუ გააგრძელებენ, მაინც უნდა ეს ისეთი პროფესია არის სამწუხაროდ და საბედნიეროდ, რომ არ შეიძლება რომ იყოს ერთით და მეორეც რაღაც შეხმაკთილებული. არ შეიძლება, არ გამოდის უბრალოდ. და თანაც მე არ ვლაპარაკობ მუსიკალურ პროფესიაზე, მე ვლაპარაკობ სულ სხვა პროფესია. აბსოლუტურად რადიკალურად რადიკალურად. ამიტომ ძალიან რთული არის, და მართლა ძალიან რთულია. ამისთვის არის საჭირო სკოლები, რომელიც რამდენადაც მე ვიკითხე დღეს რამდენი სკოლაა მეთქი თბილისში და მის დღეს 3. აქედან გავდივარ ჩვენს საქმე იმაშია, რომ მე თავის დროზე, როდესაც ვფიქრობდი როგორ უნდა განდითადეს, ასე ვთქვათ, მუსიკალური სკოლების ბედი, საკვირველია რაღაცნაირად რაღაცა უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ასეთი შემცირება არ შეიძლება. ეხლა მოსკოვშიც აპირებენ შეერთებას სკოლების, რასაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდია. იმიტომ რომ მაგალითად ეს თქვენ იცით ალბათ ვენესუელაში რომ იყოს შესანიშნავი ეს ინიციატივა, ბავშვები, რომლებიც ქუჩაში დადიოდნენ და არის 3 თუ 4 ორკესტრი აქვთ მათ. რომ არ იქნება სახელმწიფოს ასე ვთქვათ დაფინანსება, არ შეუძლია ყველა მშობელს გადაიხადოს ფული. მით უმეტეს საქართველოში, რომელიც ძალიან პატარა ქვეყანაა. დიახ. და ყველა თითოეულ ნიჭიერ ადამიანს უნდა ძალიან დიდი მოფრთხილება. ნამდვილად. და მე ასე მგონია, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმის გულისთვის, რომ ასეთი ბავშვები. გარდა ყველაფრისა, ეხლა ეს გადარჩენა არის. გადარჩენა. არა მხოლოდ უბრალოდ რაღაც მუსიკალური განათლების მისაღებად, არამედ პრინციპში გადარჩენა. ხელოვნება უნდა იყოს ძალიან წამოწეული და მით უმეტეს მუსიკა, იმიტომ რომ მე კათინაურსკი არ ვიცი. თქვენ რომ უკრავთ, თქვენ გველაპარაკებით. არაფერი არ გველაპარაკებით მუსიკის ენაზე. მსმენელი ყოველთვის ხვდება. ყოველთვის. როდესაც არის ეს ნამდვილი არის თუ არა, თუ ასეთი ასე ვთქვათ, რაღაცნაირად შინაგანად აბსოლუტური როგორ გითხრათ, სიცარიელეა. მე არასოდეს არ დამავიწყდება, როდესაც მოსკოვში ძალიან ხშირად იყო, როდესაც რიხტერი უკრავდა, უბრალოდ აი სკოლებში და მართავდა კონცერტებს, ან კლუბებში და ძალიან უყვარდა ასეთი მსმენელი და არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა, რომ დაეკრა უარესად ვიდრე უკრავდა სცენებზე, იცით, სცენაზე ასეთ მსოფლიოს. დიახ, და ამიტომ ვამბობ, რომ დღევანდელ დღეს არის ესეც არის სამწუხაროდ, იცით, რომელი არის პირველხარისხოვანი, მეორეხარისხოვანი და დიახ, აი ეს არის საშინელება კი. მაგრამ ეს ყველგან არის, იცით, მთელ მსოფლიოში არის ეს სამწუხაროდ. ზოგიერთ ისეთ ქვეყნებში, სადაც ტრადიცია არის ძალიან ისეთი მოყოლებული რამდენი საუკუნე და მართლაც ძალიან დიდი პრობლემა არის. მსმენელის პრობლემაც არის, შემსრულებლების პრობლემაც, ეს ყოველმხრივი პრობლემები არის ძალიან ბევრი. იცით, მე მახსოვს სულ ახალგაზრდა ვიყავ, რომ ამბობდნენ იმაზე, რომ ოპერა აღარ იქნებაო. ზოგჯერ ისეთ საშინლად აგენ, რომ ჯობია რომ არ ნახოთ. და არ მოისმინოთ, რომ ეს ძალიან გიშლის უბრალოდ ოპერის მოსმენას. იმდენად არის შეფუთული. სამწუხაროდ ეს არის დღევანდელი გზა, რომელიც არის არჩეული, ასე ვთქვათ, ყველა ჟანრებში. კამერულ მუსიკაში და ეს არის ასეთი როგორ გითხრათ, ну აი entertainment ეს რო იტყვენ, უფრო გასართობი, იცით? და ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ აღზრდი შენ მსმენელს, თუ შენ ასეთი გზით არა ვერა. კი, იმიტომ რომ იმ ადამიანს, რომელსაც დავუშვათ, ერთხელ მოусმენია ასეთი გასართობა, აღიქვამს ასე მუსიკას, მე არ წავა მერე კონცერტზე, სხვა ნორმალურ, ასე ვთქვათ, სერიოზულ კონცერტს არ დაესწრება. მე მახსენდება ეს სულ პირველი, როდესაც ასე ვთქვათ, წამოიწყო ეს ინიციატივა ამ ფესტივალის შესახებ და როდესაც არჩეული იყო თელავი. განწყობილება იყო იმისკენ, რომ აი მართლაც თელავში უნდა ყოფილიყო. მსმენელი ის ვისაც ესმის, იმასაც ამოგზაურებთ
აი ამ სასწაულში და ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ და თელავისთვის, ამ ფესტივალისთვის, ყველაფრისთვის, რომ ხართ, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ფესტივალი იმისთვის რომ მას ნამდვილად ფესტივალი ერქვას და საფესტივალო ხასიათს და სულისკვეთებას ატარებდეს ის უნდა იყოს ტრადიციული, ეს ტრადიცია უნდა იყოს უწყვეტი, ის უნდა იყოს გარკვეული ისტორიის და შესაბამისად გარკვეული ასე ვთქვათ სიუჟეტის თუ გნებავთ მატარებელი უნდა იყოს წარმომადგენლობითი აუცილებლად და მე მაინც ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მთავარი არსი ფესტივალის არის ის რომ აი ამ რაც ვახსენე თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის მრავალფეროვნება აჩვენოს ჩვენ მსმენელს, მაყურებელს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ზუსტად რომ ხალხის მხარდაჭერა, მაყურებლის, მსმენელის მხარდაჭერა, რაც უნდა გამოიხატებოდეს ფესტივალზე ბილეთის შეძენაში, ხას უსვამს შეძენაში და არა უკაცრავად შოუნაში. არა, ნამდვილად. რომ ფესტივალს ჭირდება განვითარება, მიუხედავად ძლიერი, ინტენსიური, ფართო, როგორც გნებავთ სახელმწიფო მხარდაჭერის სახელმწიფო ბიუჯეტი ყველაფერს ვერ გაწყდება. და როგორც თქვი, ფესტივალებს ჭირდებათ განვითარება, ამიტომ ეს მხარდაჭერა ადამიანების, ვინც დაინტერესებულია ფესტივალების არსებობით, ვინც ფიქრობს, რომ ისინი უნდა განვითარდეს, ვისაც უნდა რომ დაესწრონ ფესტივალებს, ბილეთები უნდა შეიძინონ და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, კერძო სექტორის ჩართულობა ამაში და აი ამ ერთობლიობით ჩვენ საბოლოო ჯამში ნარდად მივიღებთ ისეთ ფესტივალებს, რომლებიც გახდებიან მართლა ყველაზე პრესტიჟულები ევროპაშიც და მსოფლიოშიც, ყოველ შემთხვევაში ერთ რიგში ჩადგებიან ამ ყველაზე დიდ ფესტივალებთან ერთად და ჩვენც ამითივე ამაყებთ და ნამდვილად და საქართველოს გაიცნობს მსოფლიო. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ლობირებთ ყველაფერს კარგს. დიდი მადლობა.